მედიის წინააღმდეგ რა ცვლილებებიც გაატარეს, ამაზე რას ფიქრობთ? არ უნდა დასიწყოს თავისუფლების გამოხატველი ხალხი და იმიტომ აკეთებ. აი რომ წარმოვიდგინოთ, არ არსებობს ქვეყანაში კრიტიკული მედია. როგორი იქნება რეალობა? ყველაფერი იქნება კარგად. სინამდვილეში? სინამდვილეში არა. ისევ ამბობ. აი რა ამბები გაგიგიათ კრიტიკული მედიისგან? ისეთი რისი მოსმენას თქვათ ქართულ ოცნებას არ უნდა. აი თუნდაც გარიბაშვილის ჩარტირული რეის. ამ ამბავს გაიგებდით რომ არა კრიტიკული მედია? არა, ვერ გავიგებ. საიდან გავიგებ? სამთავრობო არხებზე რა ხდება? არ ვიცი, არ უყურებ მაგას. მაგათ რო უყურებ, ესე იგი დღესდღეობით ყველაფერი კარგად არის. ერთმა მასე იყოს, მაგრამ ვერ ხედავ ვერაფერს კაც. ყველაზე ძალიან თქვენ დაკვირვებით რა აწუხებს ხალხს? რაც არ ჩანს სამთავრობო მედიაში. აი ძალიან ბევრი ადამიანთან გაქვთ ალბათ ეს განმავლობაში კონტაქტი. აი თავი უბრალოდ ეს გასაჭირი რა ეს ცხოვრების უბრალოდ. არა მოხს ხალხი, მაგრამ უჭირ. თქვენ წეგან ამბობთ რომ მონაბონი გახდება 27 წელიო. რამ გაფიქრებით? რა ვიცი რა ყველა დაიჭირეს და ასე თუ გაგძელდა მერთმა არქივს. აი თქვენი აზრით ხალხს ყველაზე ძალიან აწუხებს გარდა სიღარიბე ახსენეთ, მაგრამ მიმდინარე საკითხები, აი აქციებია უწყვეტი ქუჩაში. ძალადობა ის თავისი მოპარული ერთი ხმა რომელიც წავიდა ადამიანმა მოხაზა და ის გაუყალბეს. ეს არის თავი. სხვა რაღა უნდა იყოს. ტელევიზიას არც ეს არ ვეცნობი, ინტერნეტიდან ძირითადად ქართულ ფორმულას განვიგებ, ძირითადად ქართულ ნიუსებს. აი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ტელევიზიების მიმართ რა აზრის ხართ? უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს ხელისუფლების მიმართ საერთოდ და ტელევიზიების მიმართ ახლა იმაზე მეკითხებით რო უჩივლა. ხო, იცით ეს ამბავი? და რას ფიქრობთ? არ ვიცი, რავი. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩივილი არ ჭირდება ოცნებას რამის გაკეთება თუ ჭირდება და მთავრობას და არ ვიცი რას ემსახურება. ხო, აი მიზანი რა შეიძლება იყოს, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, ზალის დემონსტრაციასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს მართლა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ეს იცით ხო რას ეხება ჩივილი? არ უნდა ვახსენოთ რეჟიმი, ოლიგარქი, სინდისის პატიმრები. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არის, მაგრამ არ ვიცი, ცდილობენ რომ შეფუთონ როგორც დემოკრატიული პროცესი და აი ჩივილით და ასე შემდეგ და არ ვიცი. გამოუვათ ამის შეფუთვა, როგორ ფიქრობთ? ანუ არა, ყველა მიცის რომ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს ოცნება ჩვეულებრივად და ჩივილი არ ჭირდება, მაგისთვის ეს ფორმალობა არის, მაშინ ერთგვარი ეგრე გამოდის. მე იმას არ უყურებ კაცო რა ქვია. იმასაც უნდა უყურებდე, მაგრამ რო უყურებ, იმ ფაქტი მემართება. განსხვავებული ანალიზი ხუნდა გააკეთო, ხუნდა რაღაცა ხუნდა გააკეთო შვილო. ესე იგი ცადა დედამიწა. თქვენცა ცადა დედამიწა, ხო რომლის უფრო გჯერათ თქვენ? თქვენი მჯერა შვილო, სიმართლე დიძახით, თვითონ ჩემ გულში ხო არ ისე სიმართლეს მე თქვენ არაფერს არ იძახით. და თქვენი დახშობაც უნდა. ხო და აი ჯარიმების შესახებ ხსმენია ახალი კანონები შემოიღეს საწინააღმდეგო. აი ეროვნული ქართული ხალხის საწინააღმდეგო. თქვენი მოხშობაც უნდათ. 99 წელს ვიდექი ახლა. ამას ვიფიქრეთ, რამდენჯერ დუბლინკა მომხედრია და კიდე ამას. აი მოხშობა უნდათო რას გულისხმობთ ამაში? მოხშობა უნდათო რომ ესე იგი იმას გაგიკეთებენ გაგაქრობენ. მოხშობა ამას არ ნიშნავს, გაგაქრობენ არ იქნებით რა. ეს მიზანი აქვს ოცნებას? რა თქმა უნდა რა, აბარა მიზანი აქვს შვილო. თუ გსმენიათ რომ გვიჩივლეს ქართული ოცნებიდან ჩვენს პირველს მთავარისოებს, აი როგორ ფიქრობთ რატო? იმიტომ რომ ეშინიათ იმ სიმართლეს, რომელსაც თქვენ აჟღერებთ და ეს ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ ცდილობენ ყოველთვის რომ გააჩვიმონ ხალხი, გააჩვიმონ ის ადამიანები, ვინც სიმართლეს ამბობენ, ვინც ცდილობს რომ ხმა ამოიღოს და მათ შეეწინააღმდეგონ. მათ შორის თქვენი ტელევიზიებიც, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აშუქებდნენ ყოველთვის იმას, რაც რეალურად ხდება. ამიტომ არ მიკვირს რომ მათგან ეს რეაქცია იყო. თუ გაიხსენებთ რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან ამბავს,
ჰყავს, რომელიც კრიტიკული მედიისგან გაიგეთ და რომელსაც ვერ ნახავდა სამთავრობო მედია. ყოველთვის თქვენგან ვიგებ ხოლმე ინფორმაციას, ძირითადად სოციალურ ქსელში, Instagram-ის საშუალებით ძირითადად და ყველანაირი ინფორმაცია თქვენგან მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იდება ეგრევე და შესაბამისად საქმის კურსში ვარ ყოველთვის. აი თქვენ ასეთ კითხვას დაგისვამთ, კრიტიკული მედია რომ დაიხუროს. როგორ იქნება რეალობა? მგონი რომ აღარ იქნება რეალობა აბსოლუტურად, იმიტომ რომ კრიტიკა ყველაფერში საჭიროა აბსოლუტურად. აი ახლა რა დამოკიდებულებაც აქვს ოცნებას კრიტიკული მედიის მიმართ, ამას როგორ აფასებთ? არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ იმას გამიმეორებ, რომ ყველაფერ ჯანსაღს ჭირდება ჯანსაღი კრიტიკა. წარმოვიდგინოთ, რომ ოცნება მიაღწია მიზანს და ის რაც წამოიწყო, ახლა მივიდა ბოლომდე, ანუ გაფრთხილებას მოსდევს ჯარიმას მოსდევს ლიცენზიის შეჩერება. რა რეალობა დადგება ქვეყანაში? იქნება ის რეალობა ჩემი აზრით ქვეყანაში, რომ ადამიანებს აღარ ექნებათ საშუალება, რომ რაღაც როცა ხდება ქვეყანაში ამ რაღაცებს შეხედონ სხვა მხრიდან, ანუ მედალს აქვს ორი მხარე. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ანუ ემსახურება იმას, რომ მედალს დაეკარგოს მეორე მხარეს და ხალხმა უბრალოდ ერთი მხრივ უყუროს ყველა მოვლენას აბსოლუტურად და არ შეხედოს ესე ვთქვათ პრაგმატულად რაღაც საკითხებს რა. შესაბამისად, საზოგადოება დაკარგავს ჩემი აზრით აზროვნების უნარს, მე ეგრე ვფიქრობ, რავი. აქამდე მივა ქვეყნის საქმე, მე ესე ვთვლი რა, რომ ყველა რაღაცას, ყველა ცუდსაც ისე კარგად დაგვანახებენ და ისე შეგვიფუთავენ, რომ მარტივად ყველაფერში დაგვაჯერებენ და მოგვატყუებენ რა. თუ არ იქნება ის, რაც ის რომელიც ილაპარაკებს სიმართლეს. სოციალურ ქსელიდან ვიღებ ინფორმაციას. ტელევიზიებს არ უყურებ? არ უყურებ. აი რატო? იმიტომ რომ უარყოფითი მოდის ძალიან და ნამდვილი ინფორმაცია არ მოდის ასე ვთქვათ რა. არც ერთი ტელევიზიიდან? არც ერთიდან ზოგადად არც ერთიდან. იმიტომ რომ არც ერთი ტელევიზია დამოუკიდებელი არ არის და მიკერძოებული არ არის. აი ამას გეტყვით ნამდვილად. აი ხელისუფლების დამოკიდებულება როგორ მოგწონთ ტელევიზიებისადმი? ახლა ჯარიმების ეტაპზე არც იმათი მომწონს, არც ამათი. არც ერთის არ მომწონს. ანუ არც ტელევიზიების დამოკიდებულება და არც ხელისუფლების ტელევიზიების მიმართ. ხელისუფლების დამოკიდებულება ტელევიზიების მიმართ. აი ახლა საჩივრების წერა დაიწყეს და ჯარიმები. შეიძლება დახურვამდეც მივიდეს კრიტიკული მე არხი. საშინელება, ეგ არის მარაზმია, ეგ არის დიქტატურა იქნება და დამყარდება საბოლოოდ და ეგ იქნება რა. მიუხედავად იმისა, რომ არენდობით ამ ტელევიზიებს, ფიქრობთ, რომ ეს არასწორია რაც ხდება? არასწორია, რა თქმა უნდა. ამას არენდობი და იმას ენდობი, იმეც კალბატონო. არც ერთს არ ვენდობი, არ იმეც წაეკიდო ცეცხლ და ბიძინასაც კიდე მიყვა თავისი ყველა ნაგრამი. ხო, ყველა ნაგრამი მიყვა. არაფერი არა კრიტიკული, ყველაზე კაი ტელევიზია, პირველი თქვენ, კავკასია, ესენი ორივე რუსავი და მაგი მოსასპობია. ისინი რა რეალობას აჩვენებენ, როგორ ფიქრობ? ყველაფერი აფიოროს. აფიორას? და ოცნებამ გვიჩივლა, იმიტომ რომ არ უნდათ დავუძახოთ რეჟიმი, ივანიშვილის ოლიგარქი. განსხავ კიდეც, ყველაფერსაც ვაკეთებ, აგერ რომ მიდიან და მოდიან. მეც არაფერს არ ვაკეთებ. და თელი უბანი არის ისა ოპოზიცია მაგათი.